მოგესალმებით ჩვენ გვართ პირდაპირ ეთერში ტრადიციულად გადაცემაში, რომელსაც ქვია ქრისტიანობა დღეს. გარკვეული პერიოდი გავიდა, ჩვენ არ შეხვედრივართ, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს და გვეძლება საშუალება, რომ ჩვენ ვისაუბროთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საინტერესო თემის შესახებ, როგორიც არის ჩვენი სულიერი ცხოვრება და ჩვენი საუბრის მიზეზი, ისე როგორც ჩვენი ცხოვრების მიზეზი და საზრისი არის ამ შემთხვევაში ჩვენი უფალი იესო ქრისტე. საერთოდ ქრისტიანს ქრისტოცენტრული აზროვნება უნდა ჰქონდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ყოველივე რასაც ის არ უნდა აკეთებდეს, თუ პავლე მოციქულის პერიფრაზირებას გავაკეთებთ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერი ქრისტეს უნდა გულისხმობდეს, რამე თუ ღვთის სადიდებლად უნდა იქონდეს ყველაფერს და ყველგან ყველაფერში ქრისტე უნდა იგულისხმობოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ჩვენ დაბადებულნი ვართ უკვე მეორე დაბადება ნიშნავს ქრისტეს შვილობას და შესაბამისად ჩვენ ქრისტეს შვილობას ნიშნავს და შესაბამისი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ჩვენ თავში, საკუთარ თავში მარადისობას ვატარებთ და ეს მარადისობის განცდა მუდამ უნდა თან სდევდეს ქრისტიანს მის საქმიანობაში, მის აზრებში, მის ფიქრებში, მის ქცევებში, მის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაშიც კი, ჭამაში, სმაში, სახლში შესვლაში და სახლიდან გამოსვლაში, ყველაფერში უნდა თან სდევდეს და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრება არსებობს ქრისტეს გარეშე. თვით ქრისტიანობაშიც სამწუხაროდ ხდება ეს, როცა ადამიანი ქრისტიანი იმიტომ კი არ ხდება, რომ მან ქრისტეს მიმდევრობა და ქრისტეს მოწაფეობა აირჩია როგორც ასეთი, არამედ ნომინალურად ეკლესიის წევრი ხდება, ქრისტიანი ხდება იმიტომ, რომ უბრალოდ ის სადაც ცხოვრობს, იქ ახლოს იყო მართლმადიდებლური ტაძარი, ის სადაც ცხოვრობს, ის ქვეყანა თავისი კულტურით არის ტრადიციულად მართლმადიდებლური ქვეყანა და შესაბამისად ის თავის რელიგიური ზნეობების დაკმაყოფილებას იწყებს იმ მოცემულობით, რომელი მოცემულობის წინაშეც დგება, ისე რომ არც კი ფიქრობს თქვათ, რომ ეს ნიშნავს, ქრისტიანობა ნიშნავს და რელიგიური ცხოვრება ქრისტიანობაში ნიშნავს ქრისტესთან ერთობას, ქრისტესთან ცოცხალ კავშირს და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული რწმენა განუყოფელია ქრისტესაგან, როგორც ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძისაგან. ცოცხალი, როცა ჩვენ საუბრობთ ღმერთზე ცოცხალი, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არის პიროვნება და რადგან მას აქვს შემეცნების უნარი და პლუს იგი არის ყოვლის შემძლე და შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ღმერთისადმი რწმენაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი როგორც ყოვლის შემძლე ყველგან არის და მასთან ურთიერთობა ყველგან შესაძლებელია და გარდა ამისა ჩვენ მას უყვარვართ. და იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, ანუ ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძე და შესაბამისად ქრისტიანული ცხოვრება ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქრისტესთან ერთობას და ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება არ გადაიქცეს უბრალოდ თეოლოგიად, ანუ ღვთისმეტყველებაში განსწავლულობად, უბრალოდ ზნეობრივ ცხოვრებად არ გადაიქცეს, გნებავთ ასკეტურ ცხოვრებად არ გადაიქცეს და რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებად არ გადაიქცეს და არ გქონდეს ეს დანაკლისი ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობისა. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვექნება უბრალოდ რელიგიურად და ზნეობრივად გამართული ცხოვრება ქრისტეს გარეშე, უფალი ამას არ იწყნარებს. გახსოვთ ასე უნება მოწაფეებს, რომ თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება წიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ შეხვალთო სასუფეველში და
არც გარეგნულ კეთილმოწესეობას და ზნეობრივ სისუფთავეს იწყნარებს ქრისტეს გარეშე უფალი გვახსენდება 10 ქალწულის იგავი და ის 5 სულელი ქალწული, რომლებსაც ჰქონდათ რელიგიური ცხოვრებაც, გარკვეული ცხოვრების წესით, სიწმინდეც ქალწულებაში იყვნენ, მაგრამ უფალი ასევე არ იწყნარებს მათ. ანუ სხვა რამეა კიდე საჭირო გარდა აი ამ ზნეობრივი სისუფთავისა, გარდა რელიგიურ ასკეტური ცხოვრებისა, გარდა თეოლოგიური განათლებისა, გარდა უბრალოდ ქველმოქმედებისა, სიკეთისა, ანუ ყველაფერი იმისა, რაც თავისთავად კარგია, ამის გარდა არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა ქრისტესთან, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში გისმენთ. საღამომშვიდობის მამა თეოდორე დაგლოცე. ქრისტემ დაგლოცე დაიხარეთ. მამა შეკითხვა ესეთი მაქვს. აი, როდესაც არის შემთხვევები, რომ როდესაც სურვილი მაქვს რომ ვეზიარო, ყოველთვის მაქვს სურვილი, მაგრამ აი ცოლქმრული ცხოვრების დროს აი თავშეკავება რო არის საჭირო, თქვათ როგორ არის აი იმ დღეს არ შეიძლება ცოლქმრული ცხოვრება, აი მაგის გამო მაქვს ხოლმე პრობლემა გამომდინარე იქიდან რომ მაგის გამო ვერ ვეზიარები, რადგან წინა დღეს თავშეკავება უნდა გქონდეს და ნუ შესაბამისად რო ეზიარები იმ დღეს. აი ამის განმარტება მაინტერესებს თუ შეიძლება და კიდე აი ჩემს ირგვლივ რომ არის ხალხი და ცხოვრობს ხალხი რაღაც ვატყობ რომ ძალიან გაჭიროებაში არიან არაეკლესიური ცხოვრების გამო და როგორ მირჩევთ რომ აი როგორ ჩავერიო, როგორ მიუთითო, როგორ მოუწოდო რომ იცხოვრონ ეკლესიურად, რომ ღვთის შეწევნის ღვთისმადლით ქრისტე დაინახონ და შესაბამისად ჭეშმარიტ ბედნიერებას ეზიარონ. მადლობა შეკითხვისათვის. რაც შეეხება პირველ კითხვას, საერთოდ არსებობს წინა ევქარისტიული მარხვის ესეთი ცნება. წინა ევქარისტიული მარხვა, როდესაც ეს კანონიკურად დადგენილი არის ტრადიციულად უკვე საუკუნეებია, რომ ევქარისტიის წინ გარკვეული პერიოდი, გარკვეული საათები ადამიანი ინახავს კვებით მარხვას. ნუ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურადაც, მენტალურადაც უნდა ევეცადოთ, რომ რაღაც გასართობ გარემოში არ ვიყოთ, თქვათ. და ამ წინა ევქარისტიურ მარხვაში შედის ცოლქმრული ურთიერთობისაგან თავშეკავება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოლქმრული ურთიერთობაა ცოდვა, ან საჭმელის მიღებაა ცოდვა, თქვათ, ხო, ან დასვენებაა ცოდვა, არც ერთია ცოდვა, არც მეორე, არც მესამე, უბრალოდ ეკლესიამ ეს განაწესა ჩვენი ესე წინა ევქარისტიული მარხვა დააწესა ჩვენი ნაკლებად ცოცხალი რწმენის გამო, რაც წეღან თქვი, ცოცხალ ქრისტესთან ერთობა. იმდენად სუსტია ჩვენი რწმენა და იმდენად არ აქვს განცდა ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობისა, რომ საჭირო ხდება ჩვენი ფსიქოსომატური ძალების მობილიზება. თავიდან ესე არ იყო. კონკრეტულად ცოლქმრულ ურთიერთობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ წმინდა წერილის თუ მოვიშველიებთ, იქ აშკარად ჩანს, რომ თქვათ საკვებთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ იყო. ანუ ესეთი წინაპირობა, რომ ადამიანებს შეერი უნდა ყოფილიყო, რომ ზიარებულიყო, ეგეთ რამე არ არსებობდა. პირიქით პირველი ევქარისტიული მსახურებანი იმართებოდა სწორედ სუფრაზე, როცა სუფრაზე იჯდნენ, თქვათ, აქ იგულისხმებოდა სუფრა არა იმდენად საჭმელად და დასათრობად თავისთავად ხარდი, არამედ რაღაც მეგობრული სიყვარულის გამომხატველი სუფრები იყო მოციქულებს შორის, მოციქულთა მოწაფეებს შორის, პირველ ქრისტიანებს შორის და შემდგომ ამისა, რომ დასრულდებოდა ეს სუფრა, მერე იქ აღევლინებოდა ევქარისტიული ლოცვები და ეზიარებოდა ნაჭამები, შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ჩვენ წმინდა წერილში ვხედავთ უკვე პავლე მოციქულთან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ უკვე პავლე მოციქულს არ მოსწონს ეს და არ მოსწონს არა იმიტომ, რომ თავისთავად საჭმლის ჭამა და ნაჭამზე ზიარება თავისთავად ცოდვა. არა, რა თქმა უნდა. არამედ იმიტომ, რომ უფალმაც ეს აზიარა გახსოვთ თავიდან მოწაფეები სერობის შემდეგ, საიდუმლო სერობის მერე. არამედ იმიტომ რომ უკვე მოციქულთა მოწაფეებშიც უკვე და პირველ ქრისტიანებშიც უკვე რწმენა ისეთი ცოცხალი არ არის და შესაბამისად ცოცხალი რწმენის დეფიციტი განაპირობებს იმას, რომ მიწიერი თქვათ ცხოვრება და ფიზიოლოგიური ცხოვრება ჩვენი ცოცხალ განცდას ღმერთთან ერთობისა გვაკარგინებს.
ამიტომ დაწესდა ეს. მაგალითად არის ესეთი კანონიკური წესი, რომ საკვების მიღებიდან ზიარებამდე 6 საათი უნდა გავიდეს. ეს განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში ვიყენებთ ამ წესს, როცა ჩვენ თქვა ღამისთების წირვები გვაქვს თქვა და ადრე ვიწყებთ წირვას, მალე მთავრდება და ვცდილობთ რომ ესე იგი, რადგან თქვა მორწმუნე შეიძლება 2 საათზე ზიაროს თქვა და ამიტომ გადათვალოს იქით, რომ საღამოს თქვა რომელი საათიდან არ მიიღოს საზრდელი 6 საათი მაინც გავიდეს. როცა ადამიანი დილას ეზიარება, ჩვენ ტრადიცია გვაქვს, რომ წინა ღამეს 12-დან საკვებს არ იღებს. ასე შეეხება ცოლქრულ ერთობას, როცა ადამიანი ეზიარება თქვა დილას ეზიარება, რომელიმე წინა საღამოს თქვა ეს ერთობა არ უნდა არსებობდეს, ესეთი ტრადიცია არსებობს. და როცა ეზიარება იმ დღეს თქვა არის თავშეკავება, სანამ არ დაღამდება და თქვა არ დაიძინებენ. ესეა. ანუ ეს დელიკატური საკითხია, გესმით, აქ მე არ მიყვარს ხოლმე საერთოდ ამ თემებზე პირად საუბარშიც კი რაღაც ჩაღმავებები, მით უმეტეს საზოგადოდ. ზოგადად ესეა და არის არა იმიტომ, რომ თქვა ცოდვას ჩავდივართ, ან ჭამით, ან ერთობით, ასე შემდეგ, სოქმური ერთობით, ასე შემდეგ, არამედ უბრალოდ ეს არის ის რომ ჩვენი ფსიქოსომატური კონცენტრაცია, ბუნების კონცენტრაცია მოხდეს, მაქსიმალურად ვიყოთ განწყობილი უფალთან შესახვედრად. და საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ მე ხვალ დილას ვეზიარები თუ არ ვეზიარები, თქვა იმის გამო რომ თქვა რაღაც კანონიკური წესი დარღვეული მაქვს და ამიტომ დილას ვერ ვეზიარებ, ეს უბრალოდ არ ნიშნავს, რომ ჩემი განწყობა იყოს ისეთი, რომ მე ქრისტეს არ უნდა შევხვდე. თავარი პრინციპი ზიარებისათვის მზაობისა არის არა გარკვეული წესების ხუთიანზე შესრულება, ლოცვების ჩარაგრაკება, რომელიც საერთოდ ლოცვა არ არის, როცა ადამიანს უკაცრავად ესე კითხულობს, არამედ ცხოვრების წესი. აი, როდი შეიძლება ადამიანი ეზიაროს? ყოველთვის, როცა მას ცხოვრების წესი ქრისტიანული აქვს. და თუ ადამიანს ცხოვრების წესი ქრისტიანული არ აქვს, ის არასოდეს არ უნდა ეზიაროს. იმიტომ რომ ზიარებას ორი რამ ჭირდება, უფალი მათს გაძლევ, შენ მისკენ ნაბიჯი უნდა გადადგდეს. ნაბიჯი ერთჯერადი კი არ უნდა იყოს, მოვემზადე და ესე იგი თვის ბოლოს ვეზიარე. ან კვირის ბოლოს, არა, სულ მზად უნდა იყო. როგორ შეიძლება თქვა, კვირაში ერთხელ მოვემზადო, სულ მზად უნდა იყო ზიარებისათვის. მიუხედავად იმისა, ეზიარები თუ არ ეზიარებ. რაც შეეხება ურწმუნო ადამიანების დახმარების ყველაზე ძლიერი საშუალება არის პირადი მაგალითი და ცოცხალი რწმენა. და შესაბამისად ცოცხალი რწმენა, ანუ შენში მადლის მყოფობა, რომელიც მოიპოვება სწორი ლოცვით, გონიერი ლოცვით და ქრისტესთან ერთ ხშირი ერთობით, ანუ ზიარებით, შენში არსებული მადლი თავად მოქმედებს, თავად გამოქმედებს, თავად ჩაგადენილებს იმ სიკეთეს, იმ სათნოებას და თავად გათქმენებს იმ სიტყვას, რომელიც ჭირდება შენ მოყვას, რომ ესე იგი მოექცეს. ანუ ეს არის თავარი. როგორც მითხრა ზარია პირდაპირ ეთერში. მამა თეოდორე, ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება. მე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ნებას, ღვთის ნება. აი, მაგალითად, აი ესეთი მაგალითი. ადამიანს რამდენიმე ათეული წელია დაოჯახება სულს, მაგრამ არ გამოდის. შეიძლება თუ არა აქ ღვთისნება იყოს ჩარეული. და რატო? ხო, რთული საკითხია, როცა კონკრეტულ ადამიანს ვიგულისხმებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანმა მე ვიცოდე, რომც ვიცოდე, კაცმა რო თქვას ადამიანის გულში რა ხდება, ვინ იცის, ამიტომ მე ცოტა რთული თემაა. რა შეეხება ზოგადად, რა თქმა უნდა, ღვთისნება და ადამიანის ნება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კი არა, სულ წინააღმდეგობაში ვართ სამწუხაროდ ღმერთთან, იმიტომაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სათხოვარი ლოცვაში იყავ ნება შენი. რატომ? იმიტომ რომ რამ შეიძლება დაღუპოს ადამიანი, ანუ რამ შეიძლება ადამიანი ღმერთს მოწყვიტოს და ესე იგი არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ ჯოჯოხეთია, ხო, ეს ღმერთს დაცილება არის ჯოჯოხეთი, მდგომარეობა ჯოჯოხეთი და მე რეალიზებული ჯოჯოხეთი. რა არის ჯოჯოხეთი? ეს არის ის რომ ღმერთი გჯის. ეს მარტივი პრიმიტიული წარმოდგენა თქვათ შეიძლება კონდეს ადამიანს შეიძლება ჭირდებოდეს კიდევაც პედაგოგიური მოსაზრებით. სინამდვილეში ღმერთი კი არ გვსჯის, არამედ ჩვენ განვაყენებთ საკუთარ თავს ღმერთისგან. ღმერთს უყვარვარ, როგორ შეიძლება მამამ გაიმეტოს შვილმა არადიული სატანი კითხვას ვამენხობე. აი ღმერთი თუ სიყვარულია, როგორ შეიძლება მან ესე იგი ადამიანი არადიული ტანჯვისათვის გაიმეტოს, როგორ რას გრიგო ხანძთელის ცხოვრებაში კითხულობთ, რომ ადამიანი, ესე იგი ცხონებული ადამიანი, რომ თქვა სასუფეველში ყოფი ადამიანი ტირის, გლოვობს,
თქვათ იმ ადამიანის გამო, რომელიც ესე იგი ჯოჯოხეთშია და იტანჯება. ანუ აქ ღმერთი კი არ გვიშვებს, ჩვენ თვითონ უქმნით საკუთარ თავს იმის პირობას, რომ აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ამის თავარი მიზეზი არის სწორედ ღვთისნების საწინააღმდეგო ქმედება, იმიტომ რომ ნება საღვთისმეტყველო განმარტებით ნებელობა, რა არის ნებელობა? ნებელობა არის ადამიანის ბუნების ნაწილი. ადამიანური ბუნება არის მზაობაში ჩვენი პიროვნული არჩევნისგან დამოუკიდებლად, ჩვენი პიროვნული არჩევანი კიდე სხვა რამეა. ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. ჩვენი პიროვნული არჩევანი სხვა რამეა. ჩვენი დაცემული ნება, ბუნებითი ნება არის მიდრეკილი რაღაცა მიმართულებისაგან. აი ბუნებას ეს ახასიათებს. რაღაცა უნდა. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, უფრო ქვეცნობიერად, სულ რაღაცა უნდა და წარმოვიდგინეთ ადამიანის ფიზიოლოგია, მარტო ფიზიოლოგიათ რო წარმოიდგინო და პლიუს ამას ახლა სული, რომელიც ეგოიზმით, პატივმოყვარეობით არის ახსავსე, ანგარებით, შურით, რა რისკენ არის მიდრეკილი. ხო და ეგ არის პრობლემა. ამიტომ ვეუბნებით რომ იყავნება შენ. ხო და ამიტომ მაგალითად მე თუ მშია, ხო ჩემი ბუნების ნება შევჭამო. და თუ გვერდზე მოყვას შია და საჭმელი ცოტაა, ჩემი პიროვნული არჩევანი უნდა იყოს, რომ ჩემი ნების წინააღმდეგ წავიდე, იმიტომ რომ შია კაცო ეს მინდა. ჩემი ნების წინააღმდეგ წავიდე და მას ჩემი საჭმელი გავუყო. ეს მარტივი მაგალითია, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობაში და აქ უბრალოდ ადამიანს უნდა დაემსგავსო და ცხოველას ცხოველებით არ უნდა მოიქცე და ეს რა რთულია ხშირად, რომ ადამიანს დაემსგავსო და ჩვენი დაცებული ნება უბრალოდ ადამიანობაში კი არ გვიშლის ხელს. ეს ადვილი დასაძლებია მეტნაკლებად ცოტა ადამიანს გავდა. ქრისტეს უნდა დავემსგავსოთ, მამა ღმერთის მსგავსნი უნდა ვიყოთ და შესაბამისად ხო წარმოგიდგენიათ იქ რა ბრძოლა მიდის. და ამიტომ დიახაც ჩვენი ნება ეწინააღმდეგება ღვთის ნებას სულ მუდამ და თან ჩვენ არ ვიცით ხვალე რა იქნება, ჩვენი მომავალი რა არის და პლუს, როდესაც ჩვენ რაღაცა მიზნები გვაქვს და ეს მიზნები ვერ რეალიზდება, ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა. მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ იმისათვის, რომ თუნდაც ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ვიყო ბედნიერი. ყველაფერს სწორად ვაკეთებ? რაღაცა ხო არ მეშლება. ჩვენ ძალიან ხშირად საკუთარ თავზე ანალიზს ვერ ვაკეთებთ ხოლმე, გვიჭირს. რაღაცა არ გამოდის. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის სწორად, რომ ეს საქმე რეალიზებულიყო. შეიძლება მე ვაფუჭებ და მე თქვა შეიძლება ღმერთს ვაბრალებ. ესეც ღმერთი შეეწიოს ყველას და ღმერთმა შეგვისრულოს ყველა ის კეთილი სურვილები, რომელიც ჩვენ საცხოვნებლად არის. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მამაო დამრუცი. გაიხარეთ, ქრისტე შეგვეწიოთ. ერთი წელიწადია, რაც მაზერებელი და ახსარებელი გავხდი. თქვენი მეშვეობით მოხდა ეს მე თქვენ გისმენთ. და დამეწყო სინანული დაიწყო ჩემში სინანული მადლობას გიხდით ამისთვის ჯერ ღმერთს და მე თქვენ სინანული და მოხდა ისე რომ ამასთან ერთად დაიშვა რაღაც ამოტყუება აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი და ამოტყუება დავიწყე თუ არა ზიარება და აღსარება აი მაშინ და მოხდა ამოტყუების დაშვება ჩემს ყოველი ზიარებისა და აღსარების შემდეგ ეს ამოტყუება გადის მე ისევ ძლიერდება კიდე ყოველი აღსარებისა და ზიარების შემდეგ ისევ გადის აი რას უნდა ნიშნავდეს ეს თქვენი აზრით და რა ურთიერთობაში თუ შემოვიდა ჩემთან ქრისტე რას მანიშნებს აი ეს მინდა გითხოთ და მადლობა მინდა გითხრათ მადლობა უფალს ყველაფრისათვის და მადლობა იმის ამ ზარისათვის თქვენ იმიტომ რომ ყოველთვის როცა ხედავ ღვთისაკენ სწრაფ ადამიანს და როცა ადამიანისათვის თავარი ქრისტეა ხო შეიძლება ადამიანს ეფიქრა რომ აი მე დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება და ამის მერე გავხდი ავად და რა თმინდოდა ეს და ესე იგი ღმერთს დააბრალოს რაღაც ხო შეიძლება ესეთი რამე და მაგრამ არა როცა ადამიანისათვის თავარი არის არა მიწიერი კომფორტი და კეთილდღეობა არამედ ქრისტე ყოველ ესეთი ადამიანი ჩემთვის ძალიან სიხარულის მომგვრელია და მომნიჭებელია იმიტომ რომ ესეთი ადამიანები აცოცხლებენ ჩვენ თვალწინ ქრისტეს და ქრისტეს მოძღვრებას რაც შეეხება რა კონკრეტულ შემთხვევაში ეს რას უნდა ნიშნავდეს და ღმერთი რას უნდა გვეუბნებოდეს ამას მე ვფიქრობ ყველაზე კარგად ისევ თქვენ მიხვდებით იმიტომ რომ ვინც ის კაცის სულისა და ადამიანს რა აქ შიგნით თუ არა ისევ ამ ადამიანის სულმა ხო როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ
უბრალოდ თქვენი მოკლე თქვათ საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ესეთი დასკვნა გავაკეთოთ რომ თუ თქვენ ზიარების დროს კარგად ხდებით მაშინ თუ ესია და მე არ შემეშალა და ცუდად არ მომესმა მაშინ ამით უფალი შეიძლება ესები ვარაუდოთ მე კიდევ ვიმეორებ მე ხო არ ვიცი მე ხო არ გამომცხადებია უფალი და რას გეუბნება არ ვიცი თქვენ უფრო იცით ეს მაგრამ მე ესე მგონია რომ ამით უფალი გვეუბნება რომ როგორც წმინდა წერილში ანუ წმინდა წერილის ის სიტყვები ცოცხლდება სადაც ის ამბობს რომ მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ გზა ხო მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ გზა იმიტომ რომ მე ვეზიარებით ხვდები კარგად და ესე იგი გზაც ეს არის ზუსტად ქრისტია გზა რომელიც მე სიცოცხლისკენ წამიყვანს და თუ ეს აშკარას ნიშანი ანუ სასწაული აშკარა ნიშანი ხდება ნიშანი მეძლევა რომ ზიარების დროს კარგად ხდები ფიზიკურად თორე სულიერად ზიარების დროს კარგად უნდა გახდე რა თქმა უნდა ადამიანი ფიზიკურად თუ კარგად ხდები ხშირად ეზიარებენ ანუ მე მესმის ერის ადამიანისათვის ეს ცოტა რთულია რატო არ რთული იმიტომ კი არა რომ არ შეიძლება რაღაცა ერის ადამიანი რაღაც კეთროვანებით არის და არ შეიძლება ხშირად ეზიაროს როგორც სამწუხაროდ ზოგიერთი სასულიერო პირი თulis არამედ იმიტომ საკურნებელია სულისა და ხორცის ზიარება ზოგ ჯილდოგონია რომ დაიმსახურე იღვაწე და აბა შენიცი კი არ იღვაწე და თუ იღვაწე და დაიმსახურე და ამ ღვაწლის შედეგად ღირსი გახდი ნუ ჯობი არ მოგეკარო მაშინ წარმოგიდგენიათ რა საშინელ მდგომარეობაში ადამიანი რომელსაც აქ ეს განცდა რომ მან იღვაწა მან ლოცვები წაიკითხა მან ამდენიმე დღე იმარხულა ტელევიზორს არ უყურა საერთოდ მოკლედ და აი მივიდა და ღირსია ეს არის ხორჩასხმული დემონური მდგომარეობა მოვედი არა წოდებათ მართალთ არამედ ცოდვილთა სინანულად სასაცილოა ჩვენი ღვაწლი ჩვენი ჩადენილი სიკეთეები და ასკეზა და ნუ ყველაფერი სასაცილოა ღვთისწინაში აქ ლაპარაკი რაზეა აქ ლაპარაკია ცხოვრების წესზე ზოგადად ცხოვრების წესზე და თუ ეს ცხოვრების წესი ქრისტიანული თვალსაზრისით სწორია ორი რაღაცა უნდა იკვეთებოდეს პირველი ადამიანს მუდამ შიმშილია გზიარების და ქრისტესთან ერთობის და საკუთარ თავს თulis ცოდვილთა შორის ყველაზე უფრო ცოდვილად და ეს განწყობები თუ ძლიერდება ეს არის მდგომარეობა სწორი ქრისტიანული ცხოვრების წესი თუ აქ ადამიანს აი ამ მდგომარეობაში მოდის ადამიანი და ამიტომ და ესეთი ადამიანი ყოველდღე შეიძლება ეზიაროს რატო არ უნდა ეზიაროს დღეს ვეზიარებ თქვა ხვალ რატო არ უნდა ვეზიარო და თუმშია და მწყურია და ხო უნდა მშიოდეს და ხო უნდა მწყუროდეს რათა არ უნდა მშიოდეს და არ მწყუროდეს თუმცა ქრისტე მცნებად მაძლევს მე ამას ზოგი ამბობს რომ მიეჩვევაო მე ვიცი აბა სუნთქვას ეჩვევით ვინ არის სუნთქვას მიჩვევდა ამახეთ ადამიანი რომელიც მიჩვეულია სუნთქვას და ძალიან ადვილად დამტკიცდება რომ მიჩვეული არ არის აბა ერთი ცხვირზე მოუჭირე ხელი 3 წუთი და ნახავ თუ არ მიჩვეული იმ წამს მოკვდება ადამიანი როგორ შეიძლება მიეჩვიოს სიცოცხლეს ეხლა უმადურობა არსებობს კი როგორ არა მაგრამ თუ ადამიანი იშვიათად მივარა ამით მადლიერი გახდება თუ რა არა ეს არის მკრხელობაზე უფრო დიდი ამაზე დიდი მკრხელობა მე ვერ წარმოვიდგენია როცა ქრისტეს აბრალებენ რომ მასთან ხშირად მისვლა ადამიანს ღუპავს წარმოგიდგენიათ რა დემონური ხრიკი აქვს ჩადებული ესე იგი ადამიანს აბრალებენ რომ ქრისტეს აბრალებენ რომ თუ ადამიანი მასთან ხშირად მივიდა ეს ადამიანი დაიღუპება ქრისტე ღუპავს თურმე ადამიანს ამიტომ ხშირად ეზიარეთ ეს არის ალბათ მინიშნება უფლისაგან იმის და ხო სირთულე რაშია ერისკაცის სირთულე ის არის რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს სადაც ყოველდღე მას შეუძლია წირვაზე დადგას ნუ სამსახურია რაღაც 1000 მიზეზები არსებობს ნუ ერისკაც შეიძლება ცოლი ყავდეს რაღაც მეგობართან საღამოს მივიდეს იქ არ გამოვიდეს ისე რომ თქვა იქ ორჭი ხარ კი არ დათვრეს მაგრამ ნუ სუფრაზე დაждდა რაღაცები ხდება ან სამსახურია რაღაც მოკლედ თორე ისე რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ადამიანი ეზიაროს ზარია როგორც მითხეს პირდაპირ ეთერში ქრისტიან დაგლოცოთ ხმამაღლა თქვით არის მის თქვენი ხმა ანუ კითხვა მაქვს ესეთი შეიძლება შვილების აღზრდასთან დაკავშირებით რაიმე შეიძლება ისეთი რომ ანუ კაცი რამდენად საჭიროა რამდენად ერთი ხო ძალიან რთულია მაგაზე პასუხის გაცემა იმიტომ რომ
ალბათ ესე დროს კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი, გაწონასწორებული ბავშვთა ფსიქოლოგი უფრო კარგ პასუხს გასცემს ალბათ მშობელს. მე როგორც სასულიერო პირი ვიტყვი, რომ ბავშვებზე ძალადობა და მათი თავისუფლების, ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას კი არ გულისხმობ, მათ ნებაზე, ძალადობას, მათ არჩევანზე, მათ თავისუფლებაზე ზეწოლას უნდა გქონდეს მით უმეტეს რელიგიურს, უნდა იყოს მინიმალური. რელიგიური საერთოდ არ უნდა იყოს, გასმარო თქვას. უნდა იყოს მინიმალური, ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩვენი ბავშვის ნიჭიერება აღმოვაჩინოთ. საერთოდ ეს ზოგადად ჩვენი ეროვნული სენია საქართველოში, რომ ნიჭიერ ადამიანებს არ ეძებენ და ნიჭის მიხედვით ადამიანებს არ გამოიყენებს ჩვენი სახელმწიფო. ეს პრობლემა არსებობს მთლიანად საქართველოში სამწუხაროდ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შვილების ეს ნიჭიერება, რა ნიჭები აქვთ მიმადლებული ღვთისაგან და ის კი არ გვინდა გამოვიდეს, რაც ჩვენ ბავშვობაში ვერ განვახორციელეთ, ან თქვათ, რაც ჩვენი კომპლექსებიდან გამომდინარე კი არ უნდა აუზარდოთ შვილები, არამედ თვითონ ის რა ნიჭებს ფლობს, ასე რომ ბავშვ შემოქმედებითად უნდა დავაკვირდეთ. ბავშვებთან უნდა ვიმეგობროთ, ბავშვებს უნდა სიყვარული ვაჩვენოთ. თქვათ, ხანდახან თუ გაუბრაზდებით და პრინციპში ეს საჭიროც არის. ამ გაბრაზებაში სიმხელა სიყვარულის მუხტი უნდა იყოს, რომ ბავშვს არ უნდა წყინდეს. ბავშვს არ უნდა შეულახოთ ღირსება. აი, სულ პატარაც რომ არის, ხო? აი 2 წლის, 3 წლის, 4 წლის, 5 წლის ღირსება აქვს მას, როგორც ადამიანს. იქ ჩვეულებრივი ადამიანია. არავითარ შემთხვევაში ბავშვის ღირსების შელახვა არ შეიძლება. დაჩაგორა არ შეიძლება. ფიზიკური, რო ერევი ამით. არ შეიძლება შეურაცხყოფა, როგორც გითხარით. არ შეიძლება უგულებელს ყოფა მისი, თქვათ, მას ურთიერთობა უნდა, მას რაღაცა თავის პოზიცია აქვს, მას თავისი აზრი აქვს, ხო? არ უნდა აჩვენო, რომ შენთვის ეს ყველაფერი არ არის საინტერესო. ანუ ჩვენს თვალწინ არის ჯერ კიდევ ფიზიკურად განუვითარებელი, ინტელექტუალურად განუვითარებელი, მაგრამ ზარდი, ხო? აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება მთელი სამყარო. და სულიერ ცხოვრებაში კიდე უნდა მივცეთ პირადი მაგალითი. არ უნდა მოვატყვილოთ ბავშვი, არავითარ შემთხვევაში. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რას გაიგებს კაცო ეს. არა, ესე იგი გასაოცრად იგებენ და თელ სამყაროს გასაოცრად აღიქვამენ. არ უნდა მოგვატყვილოს იმან, რომ ბავშვი ადვილად პატიებს მშობელს, როცა მშობელი მას უსამართლოდ ექცევა. ძალიან ადვილად პატიებს. და ამან არ უნდა მოგვატყვილოს, რომ ერთხელ გაპატია, ორჯერ გაპატია, ჩაგეხუტება მერე და არ უნდა იფიქრო, რომ მას არ ესმის და ვერ გაიგო. უბრალოდ გპატიებს, მაგრამ მას ძლიერ ტრავმას ვაყენებთ ამ დროს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და რელიგიურ ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში, როგორც გითხარით, პირადი მაგალითი. ხო, ძალადობა. ძალიან იციან ხოლმე ხშირად, რომ თქვა, მოიყვანენ 5 წლის ბავშვს, 4 წლის ბავშვს, თუნდაც 7 წლის ბავშვს და მთელი წირვა და მოკლედ ბავშვია, სანამ ბავშვია და სანამ ძალადობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ არის ძალადობის სასტიკი ფორმები, მთელ წირვას, ამ მთელ მწუხ ცისკარს დააყენებენ. არ ვიცი, გაიზრდება და საერთოდ აღარ გამოიხედება ეკლესიისაკენ. არ შეიძლება, პირადი მაგალითი და თავისუფლება. აი ეს არის თავარი და ღირსების შენარჩუნება. როგორც მითხრა ზარია პირდაპირ ეთერში. რასო უკვე შეკითხვა? დიახ. ძლაპარაკობს მამა თეოდორე. დასვით შეკითხვა. თავთავებია წერდა. დამლოცეთ მამა თეოდორე. ქრისტემ დაგლოცეთ. ბატონო. აი, ხო, მაშინ ჩვენ ესე იგი საუბრობდით, რომ ეკლესიაში ქრისტიანული რწმენა მოკლედ განუყოფელი უნდა იყოს ქრისტესაგან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და
არ უნდა შემოიფარგლოს ეკლესია თავისი მოღვაწეობით ისტორიაში. არ უნდა შემოიფარგლოს ზარია? გისმენთ? საგანმშვიდობის მამა თეოდორე შეკითხვა მაქვს თქვენ გაქვთ ესეთი სიტყვა ნათქვამი რომ როდესაც ადამიანს ეუბნები მე შენ მიყვარხარ ეს იმას ნიშნავს რომ შენ არასოდეს არ მოკვდებიო ეს დიდებული სიტყვებია და ძალიან შტამბეშტავი და ძალიან გზნობიარე და თქვათ ამის განმარტება გაგვიკეთოთ ქრისტიანული და მინდა თქვა კიდევ ერთი შეკითხვა რომ ესე იგი ესეთი მდგომარეობა მაქვს მამაო რომ აი რაღაც თითქოს ვთილობ რომ რაღაც ქრისტიანულად მიუთითო ქრისტიანული ცხოვრების შესახებ მოყვასებს რაღაც თითქოს რაღაც რომ რაღაც დავანახო რაღაც თითქოს ჩემი სიმართლე რაღაც მგონია რომ მე მგონია რომ თითქოს ეს ჩემი სიმართლეა და თავი უნდა შევიკავო და ამ დროს მემართება ისე რომ შეცდომას უშვებ ურთიერთობაში და მე შენდობას ვთხოვ და ვნანობ და აი ეს პროცესი გრძელდება ჩემს ცხოვრებაში და აი ეს რა მდგომარეობაა თუ შეიძლება ანუ მე ვერ გავიგე მეორე კითხვა კარგად დიდი მადლობა მე თქვენ არსებობთ და თქვენ ხართ და მეორე კითხვა ვერ გავიგე კარგად მეორე კითხვა აი ამაში მდგომარეობს რომ აი ურთიერთობებში ახლა ვცდილობ რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო აი ჩემს მოყვას თან ურთიერთობებში ესე იგი როდესაც ვთქვათ ქრისტიანულ ცხოვრებაზე მიუთითებ და ასე შემდეგ ან მასთან ვურთიერთობ ამ დროს შეცდომებს უშვებ და შემდგომ ესე იგი ეს არ ვიცი რისი ბრალია გულანთებულობის ბრალია თუ რისი ბრალია მაგრამ აი შემდეგ ხვდები რომ ამ შეცდომას უშვებ შემდგომ შენდობას ვთხოვ და აი ეს მდგომარეობა მაგ და ეს ყوار არის რაღაც თითქოს მზაკრულად შეფუთული რაღაცა მზაკრობა ასე ვთქვათ თუ აი ნუ მესმის რომ ახლა თქვენთვისაც ძნელია რომ პასუხი გაცეთ იმიტომ რომ არ მიცნობ თქვენ მე მაგრამ აი ამის შესახებ რაღაც რჩევასავით რომ მომცეთ და დიდი მადლობა ღმერთო თქვენ არსებობ და თქვენ ხარ და რომ ესე გვეხმარებით სულიერ საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან რთულია იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ადამიანს ქრისტეს თვალებით უყურებდეთ ეს გვინდა კი არა ვალდებულება პავლე მოციქული პირდაპირ გვასწავლის რომ ჩვენი აზროვნება უნდა იყოს იგივე ქრისტეს აზროვნება და ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად ქრისტე ცხოვრობდა ეს და შესაბამისად ადამიანს მოყვას ქრისტეს თვალებით უნდა უყურებდეთ და ეს ძალიან რთულია შესაბამისად ჩვენი დაცემული ბუნება მუდამ ამჟღავნებს საკუთარ თავს მოყვასთან ურთიერთობაში იმიტომ რომ ის სათნოება ერთ-ერთი უდიდესი სათნოება მღვიძარებისა და სიფხიზლისა ყოველთვის არ არის ჩვენში იმ სიმაღლეზე რომ მუდამ იყოს ჩვენი გული კონტროლის მდგომარეობაში იმიტომ რომ გული არის ის საიდანაც გამოდის მუდმივად ის ბოროტებანი ფალი გვასწავლის რაც კი ბოროტება ხდება სამყაროში ყველაფერი ადამიანის გულიდან გამოდის მას მუდმივი კონტროლი ჭირდება ენა რასაც ამბობს ეს არის გულის მდგომარეობა ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი ესეც წმინდა წერილის სიტყვებია და შესაბამისად ამ კონტროლის არარსებობა უბრალოდ შესუსტება იწვევს სწორედ იმას რომ კი მინდა რომ ახლაც აი ქრისტიანობასაც უქადაგებ მოუწოდებ მაგრამ ამავე დროს მე ისეთ რამეს ისეთი ფორმით ვაკეთებ ხშირად თვითონ ქრისტიანობის ქადაგებასაც ისეთ აგრესიას გავაყოლებ ხოლმე და საერთოდ სხვა შემთხვევაშიც რომ მე საბოდიშოდ მიხდება საქმე და იმასაც ვაფუჭებ რაც მე მინდოდა რომ მასთვის ქრისტე დამენახებინა გამოსავალი აქ არის რა რომ რაც გითხარით პირველი ესე იგი სათნოება რომელსაც სიფხიზლისა და მღვიძარების სათნოება ქვია რომელიც ნიშნავს მუდამ გონებით გულის სადარაჯოზე მყოფობას და კონტროლს სიტყვაში რომ მძიმე უნდა ვიყო და ესე იგი სანამ ვიტყვი საიდან მოდის ცუდი მხრიდან თუ კარგი მხრიდან გულის რომელი ნაწილიდან მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დარჩება ფსიქოლოგიურ იარაღად შესაძლებლობად და ერთგვარი ტრენინგად ფსიქოლოგიური რომ თქვა რომ მე როგორმე ვისწავლო ეს მართვა საკუთარი გულისა თუ ჩემი გული არ მიდის განწმენდის გზით
რომ საბოლოო ჯამში ჩემი გულში არაფერი აღარ იყოს ისეთი, რაც იქნება მოყვასისათვის დამამძიმებელი და საერთოდ რაც ცოდვას უკავშირდება. ხოლო ეს კი ხდება სწორედ კვლავ ვიმეორებ გონიერი ლოცვის საშუალებით, როდესაც ადამიანი ცდილობს იყოს გულში იესო ქრისტესთან ერთად სულ იყოს ადამიანი საკუთარ გულში იესო ქრისტესთან ერთად. ეს მიღწევადი არის თუ ადამიანი გონიერ ლოცვას სწავლობს იმის ხასტური პრაქტიკით, როგორც ხშირად გვისაუბრია, როცა ადამიანი გამოყოფს დროს, განსაკუთრებულად სიბნელეშია კარგი და ღამე რა თქმა უნდა ყველაზე კარგი, ძილის დრო ყველაზე კარგი ამისათვის, გამოყოფს გარკვეულ დროს, ინიშნავს საათს, თქვა 15 წუთი, მერე 9 საათი, მერე 1 საათი, მერე საათნახევარი, მერე 2 საათი უმატებს ამ დროს ნელ-ნელა დროთა განმავლობაში და ცდილობს რომ სინათლეს კი ხელს უშლის და ამიტომ სინათლესაც აქრობს და გული ხო არის გული ზედა ნაწილსია ყურადღება და ცდილობს იესო ქრისტესთან იყოს თავის თავში შიგნით იქ სადაც უფალმა მიგვანიშნა რომ სასופველი გულში ეძებეთო ესა და ხშირად ეზიაროს აი ეს და პლუს ის რაც გითხარით კონტროლი ღვიძარება და სიფხიზლე აი ეს ყველაფერი ერთად კომპლექსში განაპირობებს იმას რომ ადამიანის გული იწყებს განწმენდას და ნელა-ნელა მკვიდრდება მადლი და მადლი როცა მკვიდრდება უკვე ის პრობლემა რომელზეც თქვენ ბრძანეთ ნელა-ნელა წარსულს ჩაბარდება. რაც შეეხება მე შენ მიყვარხარ და ესე იგი შენიშნავ არასოდეს არ მოკვდები მე ხა აღარ მახსოვს როდის იყო ნათქვამი სიმართლე გითხრა თქვენ გამახსენეთ უბრალოდ ალბათ ამაში მე ვიგულისხმე ის რომ სიყვარული ნამდვილი სიყვარული ეს არის ღვთაებრივი ენერგია ჩვენთვის მოცემული და თუ მე მართლა გულწრფელად მიყვარს ადამიანი ესე იგი ეს ნიშნავს რომ მე და მას შორის ეს ღვთაებრივი ენერგია გვაერთიანებს და ღმერთი არის სიყვარული და კიდევ ვიმეორებ სიყვარული ერთ-ერთი მადლია ერთ-ერთი ენერგია ღმერთისა და იქ სადაც არის მარადიული ღმერთის მარადიული შესაბამისად მარადიული ცოცხალი ენერგია ამ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი გამოვლინება სიყვარული შესაბამისად ეს ადამიანების რომელსაც ეს ღვთაებრივი მარადიული ენერგია გამსჭვალავს თავად ეს ადამიანები ხდებიან მარადიულები ჩვენ მარადიულები რითი ვართ ჩვენ მარადიულები ვართ და ჩვენი ღმერთობა მომავალი ღმერთობა რით არის და საღვთო მადლით და ენერგიით აი ეს არის ამიტომ სადაც ნამდვილი სიყვარულია იქ არის ღმერთი ვისაც სიყვარული აქვს მას შეუცნია ღმერთი როგორც იოანე მოციქულის გვასწავლის და შესაბამისად არ მოკვდები იმიტომ რომ არადიული ხარ იმიტომ რომ არ შეიძლება ნამდვილი სიყვარული მოკვდეს შესაბამისად სიყვარულის სუბიექტი და ობიექტიც არ მოკვდება აი ალბათ ეს აზრი მქონდა როცა ამას ვამბობდი როგორც მითხე ზარია პირდაპირ ეთერში დამლოცეთ მამა დიდი სიყვარულით მოგესალმებით ქრისტემ დაღლოცე დიახ ასე იცით თქვენი აზრი მოვისმინეთ წმინდა ზიარებასთან მიმართებაში ასევე მოძღვარისად მაქვს დიდი სიყვარული მაგრამ ის არ აზიარებდა მოსულიერ შვილებს ხშირად მაგრამ ასევე ძალიან მესმის მისი და იმიტომ რომ ბევრი მინახავს ხშირად მაზიარებელი მაგრამ მისმენია მათგან რომ აი ქრისტეს ვერ გძნობ რა რაღაცნაირად და მე უფრო აი ბრუნვაშენი დაუტოვე უფალს რათა გამოგზადოს შე და თითქოს იცით ზოგჯერ კი მართალია მოსიყვარულეა უფალი მაგრამ როგორც მამას ზოგჯერ ხშირად მათრახით უწკირავს და თუ არ გაიგე უფლის ხმა არ გაყევი არ გაიზარდე ასე მიმაჩნია რომ რა ვიცი აი თქვენ ძალიან მიყვარხართ მაგრამ იმისიც მესმის ვინც აი ზიარებასთან მიმართებაში ოდნავ სიმკაცრეს იჩენს იმიტომ რომ ბევრს არ ესმის წმინდა ზიარებასთან მიმართებაში დამოკიდებულება დიდი მადლობა დამლოცეთ ქრისტე შეგვეციოს მე რა თქმა უნდა პოლემიკას არ ვფიქრობ უბრალოდ მე მის თქმა მინდა რომ თუ თქვათ ადამიანს ვაზიარებ ისე რომ მას არ ესმის რატო ეზიარება და რას ნიშნავს ეს მაშინ საერთოდ არ უნდა ვაზიარო თუ ადამიანს არ ესმის ის საერთოდ არ უნდა აზიარო არათუ ხშირად საერთოდ არ უნდა აზიარო ადამიან რომელსაც არ ესმის ეს რა არის ადამიანი მე ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი აღმოვაჩინე თქვათ რომ საუბრობ მოდიან საუბრობთ 10 15 20 წელი ცხოვრობს ეკლესიურად სახარება საერთოდ არ იცის იმის ზიარება როგორ შეიძლება
ანუ ადამიანს არ აქვს რელიგიურ ჩვევაში თუნდაც ის რომ იმოქმედოს ისე როგორც ქრისტე იმოქმედებდა, ანუ მიბაძოს ქრისტეს. ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს და თუ არ იცი როგორია ქრისტე, როგორ უნდა მიბაძო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოცვა, თუ ჩვენთვის ლოცვა არის ტექსტის გაზეპირებული კითხვა და მეტი არაფერი ჩვენ არ ლოცულობთ და თუ ადამიანი არ ლოცულობს, თუ ადამიანი წმინდა წერილის ანალიტიკურად სიღრმისეულად არ კითხულობს, ხო? თუ ადამიანი მუდმივად არ ცდილობს მოყვასთან ურთიერთობაში ქრისტეს ცნებები აღასრულოს, ხო? თუ ადამიანს არ აქვს მინიმალური განათლება თეოლოგიური, ჩვენ როცა ვინათლებით ბრწამს და ან კიდე წირვის ძროს ბრწამს, რატო სანამ ეზიარები ბრწამს, რატო ვგალობთ ტაძარში? წესით ეს თელმა მრევლმა უნდა იგალობოს, რატო? იმიტომ რომ ამით ეკლესია მე მახსენებს რომ მე თუ არ ვიცი ვინ არის იესო ქრისტე, ვინ არის მამა ღმერთი, ვინ არის სულიწმინდა ღმერთი, რას ნიშნავს ეკლესია, რა არის საერთოდ ეკლესიის წევრობა, ხო ეს თუ არ ვიცი, რა არის მარადიული სიცოცხლე, რას უნდა ეზიარო, როგორ უნდა ეზიარო? ანუ ეს ცალსახა არის რომ ადამიანი რომელიც ეზიარება, მან უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და იგი უნდა ცხოვრობდეს. მე წაგანავს თქვი, ხშირ ზიარებაში კი არ არის საქმე. ლაპარაკია ადამიანის ცხოვრების წესზე, ადამიანს უნდა ქონდეს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუ მას ესეთი წესი აქვს, ქრისტიანული ცხოვრების წესი, ხო? მაშინ ის შეიძლება ყოველდღე ეზიაროს. და თუ ადამიანს ქრისტიანული ცხოვრების წესი არ აქვს და მისი სულიერი ცხოვრება შემოიფარგლება გარეგნული რელიგიური წესების აღსრულებით, რაც ფარისევლობას ბადებს, ხო? მაშინ მისი ზიარება საერთოდ არ შეიძლება. ამაშია საქმე. ჩვენ ეკლესიის ისტორიაში გადავხედავთ, ხედავთ რომ ესე იგი დიდი წმინდანები სულ მოუწოდებდნენ, ხო? რო ადამიანები ხშირად ზიარებული იყვნენ. თვითონ ეკლესია რა არის? ეკლესია რა არის? ეკლესია არის მაზიარებელ ადამიანთა ერთობა. ადამიანი რო წირვაზე მიდის, თუ მას სასიკვდილო ცოდვები არ აქვს ჩადენილი, თუ ის ქრისტიანულად ცხოვრობს, ხას უსვავ. არა ისე რომ აი უდარდელად და აი მოკლედ უდარდელად ცხოვრობს რა. სულიერად მოდუნებული. ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომლის ცხოვრების საზრისი არის იესო ქრისტე, რომლის სუნთქვა არის იესო ქრისტე, რომლის აზრი არის იესო ქრისტე, რომელიც ჭამს, სვავს, ძინავს, ღვიძავს, საქმეს აკეთებს, სულ მუდამ ქრისტე ყავს გულში. იესოს სახელი სუნთქვაზე უფრო უტკბილესია. მე ვლაპარაკობ, რომელმაც ყოველდღიური კავშირი აქვს სახარებასთან, რომელიც მოყვასთან ურთიერთობაში მუდმივად აკონტროლებს საკუთარ თავს, რომ ისა მოიქცეს, როგორც ქრისტე მოიქცეოდა. მე ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც მაძიებელია. ესეთი ადამიანი წირვაზე დგას და არ ეზიარებოდეს, ეს რას ნიშნავს? და კანონიკურადაც რო აკრძალულია. ალბათ გაგვიგია წირვის დროს სიტყვები კარნი სიბზნით მოხედე. ზოგს გონია რომ ახსავლის კარებთან არამას ამ სიტყვებს არანაირი კავშირი არ აქვს. ახსავლის კარები უბრალოდ სხვა რამის გამოიღება. ეს ნიშნავს რომ შემოსასვლელი კარებები ჩაკეტეთ, მაგრამ მანამდე კათაკმეველი არის, ანუ ყველა ურწმუნო ვინ, მაგრამ მარტო კათაკმეველი მარტო ის არ არის, ვინც მოუნათლავია. კათაკმეველია ისიც, ვისაც არ აქვს უფლება ზიარების. ამ შემთხვევაში კათაკმეველი ნიშნავს მოუნათლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში კათაკმეველო განვედით ნიშნავს იმას, რომ ვისაც არ აქვს უფლება ზიარებისა, მძიმე ცოდვების გამო. და მძიმე ცოდვებში ყველაზე მძიმე იცით რომელია? გულგრილი ადამიანი, რომელიც აი ესე ზერელად ცხოვრობს. ხო და ესე იგი, რომ გადიან და კარნი ნიშნავს კარებები დაკეტეთ და ის ვინც რჩებით სიბრძნით მოხედეთ საკურთხევლისაკენ. და იწყება მართალთა ლიტურგია, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქ ვაშენებთ ქრისტეს სხეულს. ჩვენ ვაშენებთ ქრისტეს სხეულს საკუთარი თავით, როცა თითოეული ჩვენთაგანი არის ცოცხალი აგური, ცოცხალი უჯრედი ამ სხეულში. ხო და იქ ყოფნა და არ ზიარება ისეთი დონის უაზრობაა და ხშირად თავხედობას, როგორც არის მაგალითად საიდუმლო სერობაა ის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საიდუმლო სერობა არ არის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ იქ ქრისტე არ არის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ საიდუმლო სერობაზე მოციქულებთან ერთად ვიმყოფებით იქ ქრისტესთან, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არ არის და ეს უბრალოდ სიმბოლოა, ეს ადამიანი ხო მართლმადიდებელი არ არის. მართლმადიდებელია ის ადამიანი, რომლისათვისაც განსხვავებით პროტესტანტიზმისა, იქ რეალურად არის ქრისტე და მართლა ხორცი და სისხლია და მართლა საიდუმლო სერობის გაგრძელებაზე და თავად საიდუმლო სერობაზე ვარ. და იქ თუ ვარ, რა ვიცი, საიდუმლო სერობაზე რო ყოფილიყავით და უფალი გონო, ვისეუნება, მიიღე და ჭამეთ, სუთამისგან. ვისეუბნება? ჩვენ აქ ყოფნი ერთი პურისაგან და ერთი მოკლედ ერთი
ყველა ლოცვა რაც იქ არის, მოკლედ ეხა მე აღარ ჩავღმავდები ლიტურგიის საკითხავებს. ყველა ლოცვა რაც იქ არის, ყველაფერი არის და რასაც მე ვისმენ და იქ ვდგავარ. ყველაფერი ეს არის იმისთვის, რომ მე უნდა ვეზიარო და როცა ამ ყველაფრის მე აღარ ვეზიარები. რა ვიცი, რა ქვია ამას თუ არა? არ გეწყინოთ და თავხედობა სულიერი თვალსაზრისით უფლის მიმართ. რა ქვია ამას? ეს ხო ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ ზარმაცი ხარ. შენ არ გინდა რომ სულ იყო მზაობაში ქრისტესთან შესახვედრად. მაგას ნიშნავს, მეც არაფერს. აბა რა ეს მომენტია. ხო და კანონიკურად არ შეიძლება რომ არ ეზიარო. არ შეიძლება მართავთა ლიტურგიაზე დგახარ და არ ეზიარებ, ეს არის ნონსენსი. არ შეიძლება. ცოდვა არის ეს. ესე იგი მაზიარებელი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს ქრისტიანულად, გულმხურვალია, სულით დუღარია, მონანულია, ქრისტეს ბაძავს, სახარებას უღმავდება, მოყვასთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი არის. ხო, თუ ესეც არის ყველაფერი და მაინც არ გაზიარებენ, აბა რა არის ესა თუ არა ქრისტიანული ტრადიციებისა და კანონიკის დარღვევა. მე ჩემი არაფერი არ თქვენ ისე გამოიყვანეთ, თითქოს მე ვამბობ რაღაც სიახლე შემომაგ. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ქრისტიანობა. ჟულის კანონში არის ესეთი რაღაცა, ვინც 3 კვირის განმავლობაში წირვაზე არ იქნება. უპატიო, ესე იგი, ობიექტური მიზეზის გარეშე. ის საერთოდ უზიარებელი იყოს. ზოგს გონია ეს 3 კვირა რო წერია ჟულის კანონში, არის წირვაზე დგომა. რას ნიშნავს დგომა? აი წარმოიდგინეთ, ორგანიზმი, რომელშიც რომელიღაცა უჯრედი დანარჩენ ორგანიზმთან კავშირში არ არის. ის ხო სიმსივნურ უჯრედად ანკდება და ან სიმსივნურ უჯრედი ხდება, ხო? დაახლოებით ეგეთი რაღაცა, როცა ქრისტეს სხეული შენდება იმ მორწმუნე ადამიანებით, რომლებიც იქ დგან და რომელიღაცა დგას და ამბობს უარს. რას აკეთებს ის იქ? ის ხო ხელის შემშლელი ფაქტორია. ხო და ასე რომ ეს არის ქრისტიანული, ხო და ის 3 კვირა იქ ლაპარაკი იმაზე კი არა რომ ადამიანის მივიდეს 3 კვირის განმავლობაში, ანუ წირვაზე იდგას. ახლა ლაპარაკია ზიარებაზე, როცა ადამიანი 3 კვირის განმავლობაში არ ეზიარება ობიექტური მიზეზის გარეშე, უკვე ეჭვხდება, რომ კვირა დღე არის უფლის დღე, ნიშნავს არა იმას, რომ მივედი და დავდექი, არამედ მივედი და ქრისტეს შეუერთით, რომ ჩვენი იქ დგომა ვის რაში ჭირდება. იქ რატომ მივდივარ? რა არის ევქარისტიული მსახურება? ეს არ არის უბრალოდ ლიტურგიული მსახურება მწოხრით სისკარით. ევქარისტიული მსახურება ლიტურგიული მსახურების აპოგეა, გვირგვინია. ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ქრისტეს უნდა შეუერთდეს და თუ არ უერთდება ქრისტეს, მიზეზი ერთადერთია. მისი არაქრისტიანული მდგომარეობა, არაქრისტიანული ცხოვრების წესი. არ აქვს მნიშვნელობა, რომ სასყიდლო ცოდვა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. შეიძლება არც კაცი მოუკლავს და არც არაფერი გაუკეთებია ცუდი, მაგრამ გულგრილი და გულგრილობიდან გამომდინარე ეს არის ქრისტიანობა და მე სხვა ქრისტიანობა როგორ გამოვიგონო? რაც შეეხება სიმკაცრეს. რა სიმკაცრეზე ვლაპარაკობ, მე ვერ გავიგე. თუ ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, რა სიმკაცრეზეა ლაპარაკი? თქვენ თქვით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან, მაგრამ მე და რა ქვია ახლა ამას თუ არა გაანკითხვა. აი თქვენ ამბობთ, რომ თქვენ არ ეზიარებით, ამდოს შეხედე ვიღაცა ეზიარა და გავიდა და ნახე ეს როგორ იქცევა. ესე იგი, ჯერ ერთი რომ არ ეზიარები ამით ცოდავ, მეორე იმით ცოდავ, რომ განიკითხე იმის გულში რა ხდება, რა იცი. ჩვენ ხო არ ვიცით ადამიანის გულში რა ხდება. და მეორე ესეთი თუ ობიექტური მიზეზი არსებობს, ხო? ესე იგი ისევ ჩემი ბრალია, რომ მე ადამიანი არ მოვამზადე და ვაზიარე. და მესამე, როგორ ფიქრობ? აი მე მღვდელი ვარ და თქვათ ადამიანები მოდიან ჩემთან. როგორ უნდა მივხვდე მე 100%-იანი რომ ეს ადამიანი ღირსია თუ არა ზიარების? თუ ადამიანი გარეგნულად ნანობს, ცხოვრების წესი გამართული აქვს, სახარებას კითხულობს, ცდილობს აი გარეგნულად, ხო? უფალმა იუდა აზიარა. ხო, იუდა აზიარა უფალმა. ასე რომ ადამიანის გულის, სულის განამე შეიძლება მქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ადამიანის სულში რა ხდება. ეხლა ეს არ უნდა ეზიაროს, იმიტომ რომ ღირსი არ არის და ეს რო ეზიარა, ამის მერე მან ზიარება ვერ გაითავისა და ვერ მიიღო და ნახე რა საკეთე. აი როგორ შეიძლება მე ამის ექსპერტი ვიყო? რა ვიცი იმის შიგნით რა ხდება?
ასე რომ ეს თემა ქრისტიანობაში დახურული თემაა. იმიტომ რომ ამ თემის რევიზია რომ ასე შეიძლება თუ არა ადამიანი ქრისტესთან იყოს, ეს არის ქრისტიანობის არათუ ცალკე ამ საიდუმლოების ეს არის თლიანად ქრისტიანობის რევიზია, როცა ეჭვის ქვეშ დგება ზიარება არ ზიარების საკითხი, როცა ვერ ხვდებით რომ ეკლესია არის მაზიარებელთა ადამიანთა ერთობა. თორე ეგრეთ დამახინჯებები ვერ ხვდება. მაგალითად, ჩვენ უამრავ ადამიანს, მე არა, მადლობა ღმერთს და მე ვიცი ძალიან ბევრი ღვთელი, რომელიც დასრულ ადამიანს არ მონათლავს თუ არ არის მორწმუნე. მაგრამ ბავშვი მომინათლავს ისე რომ, იმიტომ რომ შობელები თუ ურწმუნო ყავს, ადამიანი რომ ინათლება, ის აუცილებლად უნდა ეზიაროს კიდევაც. იმიტომ რომ ადამიანი ინათლება და არ ეზიარება ნიშნავს იმას, რომ დედამ ბავშვი გააჩინოს და ძუძუ არ აჭამოს. ხაერი არ ჩაასუნთქოს. იბადება და მამნაკვება დაიწყოს და დაიწყოს იმ ქრისტეს სიტყვის აღსრულება, რომ ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთეთ. აი ესეა შემოკარგებო, რა გითხრათ. ექსა როგორც მითხრეს, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ რეკლამის შემდეგ და მითხრეს, რომ ზარია პირდაპირ ეთერში. მამო დაგლოცოთ. ქრისტემ დაგლოცოთ. მამო სახარებაში წერია რომ ესე იგი თუ თვალი გიშლისო ცხონდო ამოიღეს თვალი ჯობია თვალი შეხვიდეს სასწორში ვიდრე ორთო თვალი ეგეცი ასე კლავზე დასწერია მე ეკლესიას სილოქო არ გავასწინო წილოწოდება და აი ჩემი მრავალშვილიანი ოჯახია და ჩემი ბავშვები ოჯახის ზოგიერთი წევრები არ მოდიან აი მას მე ძალიან განვიცდი აი როგორ მოვიქცე ისე განვიცდი რომ ხანდისხან აი ეს კამათში გადამდის და განკითხვაში წვარდები აი შეკითხვა მანდა აუცილებელი რაც მე წეგან ბავშვებზე ვსაუბრობდი არანაირი ძალადობა სულიერი თვალსაზრისით ადამიანი მორწმუნე ხდება თავისი აბსოლუტურად თავისუფალი გადაწყვეტილებით ის რომ თქვენი შვილია ან ოჯახის წევრია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად აუცილებლად არჩევანს გააკეთებს, ან მაშინ გააკეთებს, როცა ეს თქვენ გინდათ. ყველას თავისი მისასვლელი გზა აქვს უფალთან. ამიტომ მხოლოდ პირადი მაგალითით. იყავით აი უფალი სახარება, ამიტომ არის სახარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში. სახარებაში ყველაფერი, ანუ მეგულისხმობ ახალი აღთქმის კორპუსს თლიანად, იმ 27-ვე წიგნს. იქ პირდაპირ გვიწერია, რომ იყავ როგორ უნდა ვიმისიონეროთ. იყავით ნათელი ამასოფლისა და ისე უნდა ბრწყინავდეს ეს ნათელი ჩვენი ადამიანთა წინაშე, რომ ადამიანებმა ამ ნათლიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს ამ ნათლიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენშია, რომელიც ისე ბრწყინავს, რომ ისინი ხედავენ, ამ ნათლიდან გამომდინარე, მათ გაუჩნდათ სურვილი ღვთისძიების. ეს არის ერთადერთი გზა მისიონერობისა. იმიტომ რომ სიტყვით მისიონერობა სწორედ ამას უნდა ეფუძნებოდეს, იმიტომ რომ თუ სიტყვა არ ეფუძნება აი ამას, რასაც მე ვთქვი, იმ ნათელს, აი უფალი ამბობს, რომ ჩემს მორწმუნეს გულში ექნება მადლის წყარო, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ. თუ ენა არ ეფუძნება ასეთ გულს, მაშინ ამ ენას, ამ გულიდან გამომდინარე, რომელიც არ არის განწმენდილი, მიყვება ის დაცემული ბუნების თვისებები მათ შორის და ბნელი ენერგიები მათ შორის, როგორც არის მრისხანებისა, გაღიზიანებისა, ეგოიზმისა. გესმის და ეს ყველაფერი მხოლოდ საქმეს აფუჭებს. თქვენ ოჯახის წევრებმა თქვენგან უნდა სიტყვიერად იცოდნენ, რომ რა არის ქრისტიანობა და მორჩა, მერე უკვე თეორიულად უნდა გაიგონ რა არის ქრისტიანობა ერთხელ თქვათ და აი ამის მერე ამ თეორიის გაცოცხლებული ვარიანტი თქვენი ცხოვრების წესით უნდა შესთავაზოთ. ესია და მაშინ აქედან გამომდინარე უკვე თქვენს დამშვიდებით, იმიტომ რომ აი პაისი ათონელი ამბობს, ღირსი მამა პაისი ათონელი, რომ ცნობილი სიტყვები ალბათ თქვენც იცით, რომ იმას რომ ბავშვებს სულ მუდამ ღმერთზე ესაუბროთ, აი ამას ჯობია რომ ღმერთს ესაუბროთ ბავშვებზე. ანუ თქვენი ეს ტკივილი უფალთან მიიტანეთ ლოცვაში, შეავედრეთ უფალს თქვენი შვილები და მე მგონია რომ თუ ჩვენ გულიანად თხოვთ ღმერთს და მოთმინება გვექნება უფალი შეგვეწევა და დაეხმარება ჩვენ შვილებს.
როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. რა ვიტყვა უკვე შეკითხვა დავსვა თუ მივესალმოთ ეს ქრისტემ დაგლოსოთ. დავსვა უკვე შეკითხვა? დასვით კითხვა, დიახ. ალო. მამა თეოდორე, ორი შეკითხვა მაქვს, ერთი მაინტერესებს იობთან დაკავშირებით. როდესაც უფალიცის იობს. ალო. დიახ. გაითიშა. აბა ვერ მოვასწარით კითხვის კითხვის დასმა და იობთან დაკავშირებით იყო და ზარი არის? დიახ, გისმენთ? მოგესალმებით, მამაო. დიახ. სალოცავიდან მოშორებით ცხოვრობ, რამოდენიმე საათი მაქვს თითქმის სავალი და დილით უთენია ვდგები, რომ ახსარება უნდა ვთქვა ჯერ, მასწავლებ სწორად მოქცევა გთხოვთ ძალიან ჯერ. ახალი ვარ მაგ საკითხებში, კარგად არ ვიცი. და ზიარებისთვის რომ მივდივარ, უთენია ვდგები, რომ საათ ნახევარი უნდები დაახლოებით ლოცვის წაკითხვას. როგორ შეიძლება ღამით წავიკითხო ლოცვა და დილით ავდგე და წავიდე ვეზიარო დავისწრო ძირვას. აი როგორ მოვიქცე სწორად მასწავლეთ მოქცევა გთხოვთ არ მინდა შესწომა დაუშვი. დიახ. საერთოდ ზიარების მზადებაზე როცა ვსაუბრობთ, ზიარებისთვის მომზადებაზე, ლოცვით მომზადებას გულისხმობ, თვითონ წირვა უშუალოდ იწყება სახარების ამაღლებით კურთხეულარს მეუფება მამისა და ძისა და სულისაწმინდისა ეს ანუ ყოვლადწმინდა სამების სამეფოს დიდება, ყოვლადწმინდა სამეფის მეუფების დიდებით იწყება სახარების ამაღლებით. რა თქმა უნდა, წუხცისკარი თავისთავად ეხლა ეს ანუ მთელი ეს მსახურებები უშუალოდ ზიარებამდე არის მომზადება. ანუ ადამიანი რომელიც წირვაზე დგას, ის იმიტომ დგას, რომ ემზადება ღმერთთან შესახვედრად, ქრისტესთან მადლიერებით კავშირისათვის არის მზადება ეს პერიოდი, ამიტომ წირვაზე რო დგახარ, უკვე ემზადები. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ აი თქვათ წინა ღამეს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ხვალე უნდა ქრისტესთან ერთობაში მოვიდეს, ხო, ბუნებრივია, ლოგიკურია, ხო, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი, ესე იგი, კი, წირვაზე დგომა ეს ზიარებისათვის მომზადებაა. მთელი ეს წირვა არის გვამზადებს წირვის დროს მთელი ეს მსახურება, სანამ დაიწყება ეს უშუალოდ ევქარისტიული მსახურება, მოხდება ეს გარდასახვა, ეს ყველაფერი, სანამ უშუალოდ ზიარებამდე სანამ მივალ, ყველაფერი ეს არის ისეთი მსახურება, რომელიც მამზადებს მე საიდუმლო სერობაზე დასასწრებად და საიდუმლო სერობაზე ხდება გარდასახვა და მერე ჩემი ზიარება. მაგრამ აი წინაღამეს რა გავაკეთო? შეიძლება რომ მე ვთქვათ, ხვალე უნდა ამ ხელა მსახურებაზე დავდგე და მოდი დღეს ესე მოშებული ვიქნები. ბუნებრივია რომ ადამიანი უფლის ძიებაშია. და ეს უფლის ძიება, ხო? უფლის ძიების ერთ-ერთი ფორმა არის. ერთ-ერთი ფორმა არის ის ლოცვები, რომელიც თქვათ ეკლესიამ თავისი თქვათ თავის ტრადიციულად ეს ჩვენ მოგცა, ხო ეს ლოცვები. ეს არის ერთ-ერთი ფორმა. შეიძლება ასევე ეს ფორმა იყოს იესოს ლოცვით მომზადება, ასევე შეიძლება იყოს. ლოცვის დროს თავარი ხარისხია. კარგია რომ დიდხანს უნდებით, ესე იგი თქვენ ცდილობთ რომ ხარისხიანად ჩაუღმავდეთ ამ სიტყვებს და ლოცვა მაშინ არის ლოცვა, როდესაც მე რასაც ვამბობ, უბრალოდ კი არ მესმის, თუ არ მესმის საერთოდ რა არის, ხო? რასაც ვამბობ, უბრალოდ კი არ მესმის. არამედ ჩემი სულის მოთხოვნილებაა, რომ აი ეს სათხოვარი ღმერთს უთხრა. მაგრამ გაგების პრობლემაც არის. ხშირად ვსვავ ხოლმე ესეთ კითხვას. აი მამაო ჩვენოს ადამიანი ამბობს. თითქოს რა არის მამაო ჩვენო ყველამ ვიცით, მაგრამ იქ ყოველი სიტყვა ძალიან ღრმა არის. რას ნიშნავს რომ მე ღმერთს მამას ვეუბნები? ხო, ჩვენ იმიტომ რომ შვილები ვართ იტყვის. ესე მარტივად არ არის საქმე. მანდ. იმიტომ რომ არა ქრისტიანს თუ შეუძლია ღმერთს მამა უთხრას. კი, რატომაც არ ადამიანი იტყვის, მაგრამ რო არ ეუბნება? ეგ როცა რომ მარტო ქრისტიანებს აგვაქვს. რას ნიშნავს ეს? გარდა ამისა, მამაო ჩვენო ეს არის
ტექსტი აღებული წმინდა წერილიდან. წმინდა წერილში ყველაფერი კონტექსტში ზის. რა კონტექსტში უთხრა? უფალმა ასწავლა ეგ ლოცვა მოწაფეებს, ანუ ჩვენ ყველას, ხო? რა კონტექსტში გვასწავლა? აღმოაჩენ რომ მამაო ჩვენო გვასწავლა სხვა არასწორი ლოცვის კონტექსტში, რომ ისე კი არა ასეო და ისე რას ნიშნავს? გესმით, აქ უამრავი ნიუანსი. რას ნიშნავს მოვედინს უფევა შენი? რას მევედრებით, რას ვთხოვ? ესე იგი ჯერ უნდა მესმოდეს და მეორე ერთი ეს თხოვნა ესეთი გულმხორვალე უნდა იყოს, რომ აი თუ არ მომცე მამას მეუფალო, ხო? ნუ არ ვიცი, მე მთელი ჩემი არსებით გევედრები. და არა ფარისეულად, და მართლა უნდა მინდოდეს და უნდა ვიცოდე ეს რა არის. ეს მაგალითი მოვიყვანე, თორემ ლოცვის სიტყვები, ეგ ზიარების წინა ლოცვები. ყველაფერს თავი რო დავონებო, თუ ადამიანს მუდმივი კავშირი არ აქვს სახარებასთან, წმინდა წერილთან, იმ სიტყვებს ვერ გაიგებს. აღარ ლაპარაკობ, ძველი აღთქმაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ იქ არის ბევრი ნიუანსი, სადაც ვერ გაიგებ რაზეა ლაპარაკი, თუ იმიტომ რომ იქ ძველი აღთქმის მაგალითიდან მოყავს რაღაც. და ახალ აღთქმასაც შეეხება, რომ ახალი აღთქმა სულ მუდამ უნდა ვკითხულობდეთ და სიღრმისეულად, ანალიტიკურად, იმით უფალი მერას მეუნება, ჩემთვის უნდა გაცოცხლდეს. წმინდა მამების უამრავი განმარტება არსებობს, ხო? ახლა მართლმადიდებელი ეკლესიის სულით უნდა ვიკითხოთ, ამ სულში უნდა ვიყოთ ჩვენ. და თუ არქიმანდრიტ სოფრო სახაროვი ამბობს, რომ ლოცვა უნდა დოგმატური იყოსო. დოგმატური ნიშნავს არა შეზღუდულს, ამ შემთხვევაში საერთოდ დოგმატური ნიშნავს, დოგმატი არის ღვთისაგან მოცემული ცოდნა, ინფორმაცია, ბრძანება, ანუ პირიქით, ეს არის გზა თავისუფლებისკენ და დოგმატური უნდა იყოს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ვიცოდე ლოცვის თითოეული სიტყვა რა კავშირშია გამოცხადებასთან. გამოცხადება ვერბალურად მოცემულია წმინდა წერილში. ლოცვის აი მოვედინს უფევა შენი, ხო? რა კავშირშია ღვთის გამოცხადებასთან. მამაო ჩვენო, რა კავშირშია ღვთის გამოცხადებასთან. ყოველი სიტყვა, ხო? ყოველი სიტყვა რა კავშირშია ღვთის გამოცხადებასთან. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში კი ვერ მოხდება. მაგრამ ამაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომ ლოცვა იყოს ლოცვა, თორე ადამიანი კითხულობს და რაღაც გაურკვეველი ამორფული სინანული არ შეიძლება იყოს ამორფული, გაურკვეველი, უსახური. სინანული არის კონკრეტული რაღაცა. გავიაზრო რა მდგომარეობაში ვიმყოფები, რომ ადამის მემკვიდრე ვარ და შესაბამისად ადამის დაცემულ ბუნებას ვატარებ და მეორე ვისწრაფი მამა ღმერთის სრულყოფილებისაკენ და ამ სრულყოფილებისაკენ სავალი გზად თავად ღმერთი მოვიდა, ზეღმერთი თავად ზეღმერთი მოვიდა და თავის ადამიანური ბუნებით მაჩვენა ეს გზა და ჩემს წინამორბედად შევიდა სასუფეველში. ანუ უბრალოდ ხო, მარჯვენით მამისა, მისი ადამიანური ბუნებით. ანუ მე კონკრეტულად სინანული არის, კონკრეტულად სად ვარ და საითკენ მივდივარ. გაცნობიერებული. ამიტომ რაღაც ადამიანს თუ აქვს რაღაცა ხანდახან ლირიული რაღაც ესეთი გულის აჩვილებები და გზნობა მოძალე, ეს შეიძლება სულაც არ იყოს სინანული. ესეც არის. ამიტომ მე კი არ უარყოფ გულის აჩვილებას და ცრემლს და იმას. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეიძლება ეს თავისთავად ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მე სინანული მაქვს. სინანული გაცნობიერებული სულა ღვთისაკენ. ეს არის მეტამორფოზა გაცნობიერებული პროცესია მეტამორფოზის. ამიტომ მომზადება ზიარებისათვის ნიშნავს ცხოვრების წესს. აი მაგალითად, თქვა მე ხვალ დილას ვეზიარები. დღეს ნუ მოვემზადო. ზეგდილას კი მინდა, მაგრამ რაღაც არ გამოდის, ხო? ნუ ხანდახან არის, რომ ჩვენგან ესე ადვილი არ არის, მით უმეტეს შორს ყოფილა, ხო? ვერ ვეზიარები. ზეგდილისათვის მე როგორი განწყობით გავეღვიძო? აი ეს გულარხეინად არ ვიყო უფალთან შესახვედრად მზად, არ ვიყო ღვთისმაძიებელობით ახსავსე. იმიტომ რომ მე შეიძლება ხვალ ვეზიარები წირვაზე ტაძარში უფალს და ზეგ ვეზიარები ზეცაში, ანუ გარდავიცვლები. მე ხო არ ვიცი. ანუ ყოველი დღე ქრისტესია და ამიტომ მე უნდა ვეცადო, რომ მარტო მაშინ კი არ ვიყო ქრისტესთან შესახვედრად მზად, როცა ტაძარში წირვაზე მივდივარ და ვეზიარები. არამედ მაშინაც როცა ვიცი, რომ ვერ მივდივარ ტაძარში წირვაზე, მაშინაც მზად უნდა ვიყო ზიარებისათვის. შეიძლება ის ლოცვები არ წავიკითხო, მაგრამ იესოს ლოცვა ჩემთან არის. სახარება ჩემთან არის, სხვა ლოცვები ჩემთან არის, ღმერთზე ფიქრი ჩემთან არის, განწყობა ჩემთან არის, ფიქრი ჩემთან არის.
სწრაფვა ჩემთან არის ღვთისაკენ. ყველაფერი ეს ყველაფერი თავარი ეს არის. ანუ ცხოვრების წესი, ქრისტიანული ცხოვრების წესი არის მთავარი და არა ის მე რა ტექსტი წავიკითხე, თქვათ ლოცვების სახით. ცხოვრების წესია მთავარი. და თუ ცხოვრების წესი სწორია, აი მაგალითად თქვათ მე მინდა მოვემზადო ზიარებისათვის და მივდივარ წირვაზე და აუ წიგნი კაცო არ წამომი არა მაქვს, რა გავაკეთო? მაინც ფსალმუნების წიგნი მაქვს. ფსალმუნებით ვერ მოემზადები ზიარებისათვის. თქვათ თავისუფლად მოემზადე. თქვათ ფსალმუნები არ მაქვს, არც არაფერი არ მაქვს. აი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ უი აქ წირვა ტაძარში წირ და მე არ ვიცოდი თუ დავრჩებოდი, აღმოჩნდა რომ დავრჩი, აღმოჩნდა რომ ხვალ წირვა, რა ბედნიერება, არაფერი არ მაქვს, რა გავაკეთო? არ მოემზადო? როგორ მოემზადო? იესოს ლოცვა. რანაირად? ხუთჯერ თქვა? არა, აი საათნახევარი თუ უნდები თქვათ იმას ზიარების წინა ლოცვებს და 1 საათი მაინც იესოს ლოცვა ვილოცე. წავედი ვეზიარი. იქაც გულმოდგინოთ ვიდეგი. გესმით? ცხოვრების წესი. და როცა არ კიდევ ვიმეორ, როცა არ ვეზიარები, მაშინაც უნდა მზად ვიყო ქრისტესთან შედარებით. იმიტომ რომ ნეტარი იყვნენ მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის, როგორ შეიძლება ადამიანი როცა ეზიარება, მაშინ ქრისტე უნდოდეს და იმ დღეს როცა ის ფიზიკურად ვერ ახერხებს ევქარისტიაში მონაწილეობას, მაშინ ქრისტე არ უნდოდეს. ადამიანს ქრისტე სულ უნდა უნდოდეს. მე მესმის რომ ჩვენ ესე არა ვართ. მე მესმის რომ რაღაც ძალიან მაღლა ავწია ნიშნული. მაგრამ ეს ნიშნული ჩემი აწეული ხო არ არის ქრისტემ აწია ეს ნიშნული. იყავით სრულყოფილი, ვითარცა თქვენი ზეციური მამა სრულყოფილი. ანუ ეს როგორც კი მე ქრისტიანი გავხდი, შეუდგები ქრისტეს, ეს ნიშნული უკვე აიწია და იქ არის. იმიტომ რომ იყო ქრისტიანი ნიშნავს, რომ იყურები შენს სამშობლოში მარჯვენით მამისა, სადაც მრავალი სავანია. ეგრეა. ეს არის. ამიტომ ეს ნიშნული უკვე აწეულია. ამიტომ ჩვენ ან უნდა უარი ვთქვათ ქრისტიანობაზე. და ნუ ვიყო ვიქნებით ღვთის მოღალატენი. ან თუ ქრისტიანები ვართ, მაშინ ეს ნიშნული უკვე იქ არის და მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ღვთის მაძიებელი გულმხურვალი. აი ესა. ზარია როგორც მითხრეს? ბატონო. შვიდობა. გაიხარეთ. დამლოცეთ შეიძლება. დაგლოცოთ უფალ. კითხვა ესეთი მაქვს, წმინდა სამების ხატზე გამოსახული თასი, რისი სიმბოლოა, რას ნიშნავს? და თუ შეიძლება რომ წმინდა სამების სახით გამოგვეცხადოს ბოროტის სიზმარში. ის თასი, რომელიც არსებობს ეს ტრადიცია, ხო, სამების ხატისა, რომელიც ერთადერთი კანონიკურია, მინდა გითხრათ, სადაც მამა ღმერთი წერებიანი სახით არის გამოსახული, ის არის არაკანონიკური, საეკლესიო კანონიკით აკრძალული, იმიტომ რომ მამა ღმერთი სახარებაში წერია, ღმერთი არავის არ უხილავს. ამიტომ ჩვენ წერებიანი სახით გამოვსახავთ თეთრი წერების სახით. ნუ არ შეიძლება ეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აბა ზეღმერთს ზეღმერთს იმიტომ გამოვსახავთ, რომ ზეღმერთი ადამიანური ბუნება მიიღო და დავინახეთ. და მაგიტო გამოვსახავთ. რაც შეეხება მაგხაც, ეგ არის ცნობილი სიუჟეტი ა ブラ ამს, რომ სამი ანგელოზი გამოეცხადება და ამ სამ ანგელოს იქ ა ブラ ამი მიმართავს როგორც ერთს. მხოლობით რიცხვში ესაუბრება, თითქოს ერთი, აი ა ブラ ამის ამ დიალოგიდან მათ შორის სამ ანგელოსსა და ა ブラ ამს შორის დიალოგი რომ ამოიღო და მარტო ა ブラ ამის სიტყვები დაალაგო და ის არ იცოდა იქ რა ხდება, გეგონება რომ ა ブラ ამი ერთ ადამიანს ელაპარაკება. ხო, ესეთი უცნაურია. გრამატიკული დარღვევა კი არ არის. წესით გრამატიკული დარღვევა იქნებოდა, რომ არ იყოს ეს ღრმა თეოლოგიური აზრი, ხო? რომ სამი პიროვნება და ერთი არსება. აი ეს იკითხება აქ და. სწორედ ამიტომ ეს ტრადიცია სხვადასხვა განმარტებებია სხვათა შორის ამ ადგილის, მაგრამ ერთ-ერთი განმარტებით ეს არის სამება გამოეცხადა ა ブラ ამს, ყოვლადწმინდა სამება, ანუ ღმერთი და ეს ტრადიცია, განმარტების ეს ტრადიცია გახდა საფუძველი ამგვარი იკონოგრაფიის არსებობისა და. რაც შეეხება იქ თასი არის, გახსოვთ უფალი ამბობს, რომ გეციმანის ბაღში როცა ლოცულობს, რომ ესე იგი მან უნდა შესვლას ეს სასმისი მოწამეობისა.
სასმისი ადამიანური ბუნების მოწამეობრივი განწმენდისა. ეს წარესასმისი ჩვენი გადარჩენისათვის. ქრისტემ ჩვენი გადარჩენისათვის გააკეთა ეს და იქ შუაში სხვადასხვა განმარტებებსა სხვადასხვა ტრადიცია აქვს, მაგრამ შუაში რომელიც ზის დააკვირდით ხელი არის გაწვდენილი იმ თასისაკენ, მაკურთხეველი ხელი. და ამბობენ რომ შუაში არის ძეღმერთი გამოსახული სამყაროს შექმნამდე, ეს თეოლოგიური სწავლება არის, სამყაროს შექმნამდე ღმერთი განჭრეტდა რა რომ ადამიანი თავის თავისუფლებას არასწორად გამოიყენებდა, ძეღმერთი ადამიანის შექმნამდე მზად იყო რომ თავის თავი მიეტანა მსხვერპლად და ეს სასმისი შეესვა. ანუ სანამ ადამიანი დაეცემოდა კი არა, სანამ ადამიანს შექმნიდა საერთოდ და სანამ სამყარო შექმნიდა, ძეღმერთის მზაობა ჩანს თავგანწირვისა ჩვენი სიყვარულისათვის. ეს თასი მაგას ნიშნავს. როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. შვიდობა მამაო. გაიხარეთ. ძალიან საჭირო აღმოჩნდა ეს საუბარი თქვენი ზიარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დამწყდა გული გუშინ არ ვეზია, ჩემი თავი დავსაჯე. შაბათ საღამოს 8 საათის მერე არ მიმიღია საკვები, მაგრამ დილას რაღაცა ნახევარი ჭიქა ყავა, მესმის რომ არ ვარ თავის მართლება, მაგრამ არ ვიცი ცუდად ყოფნის გამო თუ რაღაც და ნახევარი ჭიქა ყავა დავლია და გადავწყვიტე რომ არ ვარ ღირსი რომ ვეზიარო და ეხლა ძალიან დამწყდა გული მამაო რომ გუშინ არ ვეზიარე და რამდენად შეიძლება რომ აი მორწმუნემ თქვათ მამაოს გარეშე ცოტათი დასაჯოს თავის თავი და უთხრას რომ აი შენ დღეს არ ეზიარები. თუ მაინც უნდა ეს შევეკითხოთ ჩვენ მოწყვეტს, თუ შეიძლება რომ ამეთ. იცით რა არის? დიდი მადლობა. გასაგებია. თქვენი გულის წყვეტა ძალიან კარგია რომ ეს გულის წყვეტა გაქვთ. ყველა ქრისტიანს რომელიც წირვაზე დგას და არ ეზიარება უნდა გქონდეს ეს გულის წყვეტა აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ქრისტეს ზურგს აქცევდა გულის წყვეტა არ გქონდეს, არ შეიძლება. თქვენ შემთხვევაში აქ იყო პატარა კანონიკური დარღვევა, ყავის დალევა, ხო? შეიძლება თქვათ სისუსტის გამო იყო აწნევა, მოკლედ 1000 მიზეზი შეიძლება იყოს. ესე დროს, რადგან კანონიკური დარღვევა სახეზეა, ხო? ამიტომ ესე დროს ეშმაკი ჩასაფრებულია, ხო, იცით, აი, თქვათ, აი არ ეზიარე და გაწუხებს და თუ ეზიარებოდი, მაშინაც შეგაწუხებდა და იტყოდი რომ აი კაცო, ხა ყავა დალეული და რა გამო ესეთი კანონიკური დარღვევას როცა აქვს ადგილი და გულში ძლიერი მოთხოვნილება ქრისტესთან ერთობისა, რომ იხვალ ბარძიმთან მოძღვას უნდა კითხო და აუხსნა რომ აი რაღაც მიზეზ. ეხლა მაგალითად წამალი თუ ჭირდება ადამიანს, ხო? აი ადამიანი არის რომ თუ წნევის წამალი არ დალია ან რაღაცა მეც ისა ძიმე ფორმის დიაბეტი ვისაც აქვს ხოლმე რომ ხშირად არის რომ ჩვენ მე მახსოვს რომ ჩვენ მრევლში დადიოდა ერთი ადამიანი უშუალოდ წირვის დროს გადიოდა და რაღაცა რო არ ეჭამა შუა წირ ხო დილას ხო ჭამდა მოვიდოდა შუა წირვაზე რაღაცა რო არ მიიღო თქო წაი კოლაფში ჩავარდებოდა. ამიტომ ესე იგი არის ესეთი შემთხვევები რომ კანონიკური დარღვევა შესაძლებელია, იმიტომ რომ შაბათი შეიქმნა კაცისათვის და არა კაცი შაბათისთვის. ხო სწორია? ცნებები იმიტომ კი არ არის მოცემული. ზოგს გონია რომ ეკლესიაში ცნება იმიტოა რომ ადამიანებს სასუფევლისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. ცნებები იმიტოა მოცემული ადამიანს გაუიოლოს სასუფეველისაკენ მიმავალი გზა, იმიტომ რომ სასუფეველისაკენ მიმავალი გზა ვიწრო და ეკლიანია და ვიწრო და ეკლიანი იმიტომ კი არ არის რომ ცნებები არსებობს. ვიწრო და ეკლიანი იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება არ იძლევა იმის საშუალებას რომ ქრისტე დავინახოთ და ქრისტესაკენ ვისწრაფოთ. ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარია, ეშმაკიდან გამომდინარია, ამასოფლის სულიდან გამომდინარია, თორე ცნება მიიოლებს, ცნება მეხმარება რომ ჩემი დაცემული ბუნება ხელში ავიყვანო მართო. მაგრამ თუ ცნება გამიხდა პრობლემად და ჩემსა და ქრისტეს შუა დადგა. აბა გახსოვთ უფლის სიტყვები, მოვედით ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. რომ ჩემი უღელი ტკბილია და ტვირთი მსუბუქია. ეს ყველას ნიშნავს იმას, რომ ის ცნებები, რომელმაც ძველ აღთქმაში ადამიანებს ესეთი ტვირთი დაადო. ხო და იმიტომ რომ მაშინ სხვა დრო იყო და ეს საჭირო იყო. ახალ აღთქმაში ეს მთელი ეს წესები, კანონები გვერდზე გაწია უფალმა და თქვა ჩემთან მოდით. და ისინი ვინც წესებისა და კანონების მონანი დარჩენ, იმ ქალწულებს ასეუნება, მახსოვს ერთხელ ესეთი მრევლის წევრი მეკითხება, რომ რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ
იმ ხუთისულელი ქალწულის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეო. და მეუთხარი მაგას მივხვდებით იქიდან გამომდინარე თუ რა უთხრა ქრისტემ. რატო არ შეუშვა? რა შეუბნება? რა შეუნება და ეუნება არ გიცნობთ თქო თქვენ. გესმით? ანუ ყველაფერს თითქოს წესასრულებდნენ. ქალწულებიც კი იყვნენ, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ქრისტეს არ იცნობდნენ. მოვედით ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთბზიმენი. ჩვენ დაღლილები ამ წესებით, რელიგიური კანონებით, ქრისტიანობა ჩემთან მოდი, ჩემთან. ამიტომ ეს არის ყველაზე მთავარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ როცა თქვათ პირდაპირ რაღაც აშკარა კანონიკური წესის დარღვევა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთოს უნდა მიხვიდეს სასულიერო პირთან, რომელიც აზერებს და ეუბნები, რომ აი ესე როგორ გინდა რაღაცა და მე მიენდო უფალს რა. და თუ რომც არ გაზიაროს ამ შემთხვევაში სასულიერო პირმა, ხო? იცოდე რომ აი შენი სწრაფვა, შენი აი სურვილი ამას უფალი იწირავს. ეს სხვა მდგომარეობაა, მაგრამ როცა ადამიანი აი ესე დგას და ზურგს აქცევს თავისი ნებით ან რაღაც გაუგებარი ღვთისმეტყველებით, გაუგებარი თეოლოგიით, ყველა წესის და კანონის და საეკლესიო ტრადიციის და ეკლესიური ცხოვრების და ლიტურგიკული წესების დარღვევით არ ეზიარება ადამიანი. ეს სხვა საკითხი. ზარია პირდაპირ ეთერში. როგორც მითხრეს ბოლო ზარია ეს და დამლოცეთ ბაბა. ქრისტემ დაგლოცოთ. ესე იგი, პირველი შეკითხვა მოხდა ესეთი რომ ახსარების ლოცვებს არ ვკითხულობ და კურთხევა უნდა თუ არა მოძვრიდან და მეორე ეს ხორციელი ცოდვებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რომ რასთან, რომელ ცოდვებთან? ხორციელი. რაც შეეხება ახსარების წინა ლოცვები, აქაც იგივე პრინციპია. ესე იგი, ეს არის მზადება სინანულისათვის. რა არის ახსარება? ახსარება არის არა უბრალოდ ცოდვების აღიარება. სამწუხაროდ აქაც ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორი მიდგომა გვაქვს ხოლმე ახსარებასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ გვგონია რომ ახსარება, ქრისტიანული ახსარება არის ცოდვების აღიარება. ქრისტიანული ახსარება, ცოდვების აღიარება არ არის მხოლოდ, იმიტომ რომ ცოდვების აღიარება შეუძლია ათეისტსაც. აი ნებისმიერი ათეისტი გავაჩეროთ და იტყვის რომ აი ეს გავაკეთე თქვათ, ხო? და სინდისი ხო აქვს ხა ადამიანს და იტყვის რომ აი ხო არასწორად მოვიქეცი. მაგრამ ეს ხომ არ იქნება ქრისტიანული ახსარება. ასევე ჩვენ შეიძლება ჩვენ ყველაფერი შეიძლება ვაღიაროთ. მე ყოფილა ხომ მაგათ ადამიანი მოვა და ესე იგი რაფინირებულად, სკულპტუროზულად თავის ცოდვებს განიხილავს, ლაპარაკობს. კარგია გულწრფელობა, ცუდი კი არ არის. არაფერს არ მალავს, მადლობა ღმერთს. მაგრამ ვეუბნები რომ აქ ქრისტე სად არის? ქრისტე აქ სად არის? აქ არის ადამიანის საკუთარ თავში იმაშობა, იქექება საკუთარ ცოდვებში. ქრისტესაც სად ჩანს რომ შენ გაწუხებს და გტკივა რომ სად ჩანს შენ რომ შე ქრისტესაკენ ისრაფი. საერთოდ კიდევ ერთი ნიუანსი არის ხოლმე თქვა ესეთი გავრცელებული წესი რომ ადამიანი ფურცელია. ესე იგი ფორმალური ახსარებები რასაც ქვია. ახსარება როგორც საშვი, ახსარება არა როგორც სინანული, არამედ ახსარება როგორც საშვი ზიარებაზე დასაშვება. ეს ცალკე თემაა. კიდე ეს მაგალითად მონათლა როგორც საშვი ქორწინების საიდუმლოებას დასაშვება. ადამიანს ცოლი მოიყვანოს, ან მეჯვარე იყოს და უცებ გაახსენდა რომ მოსანათლი ვარ და არ შეიძლება და იმიტომ ინათლება რომ ან მეჯვარე იყოს, ან ესე იგი დაქორწინდეს. ანუ ერთი საიდუმლო როგორც საშვი მეორე საიდუმლოსთან. ახსარება ფორმალური როგორც საშვი ზიარებისათვის. სინანული აშუაში. სინანული საერთოდ სხვა რამეა და ახსარება აი ესეთი ფორმით როცა არის. ვწოდე ამპარტავნებით, განკითხვით, ბოროტი გულის სიტყვით, თვალის გაქცევით, ლოცვაში გონების გაბნევით და მე კიდევ წიგნი და რო არის ხოლმე, წიგნი რო იყიდება და ყველა ეს ვერ მოусპეთ რა ეკლესიაში ეს ჩამ იქ უცნაური სახელებს წერენ ხოლმე, მზვერაობით, ჩქვლეტით, ვეუბნები ზვერობა და ჩქვლეტა რა არის და თვითონაც არიციან რა და მიხსნიან, იცი ეს მომგონი ეს უნდა იყოს. ეს რა არის საერთოდ? და ეხლა მე ცოტა გაშარჟება გამომიდა, მაგრამ არა, გაშარჟება იმიტომ კი რომ ესე არ ხდება, ესე ხდება უბრალოდ მე ამის უფრო ესეთი სერიოზული ფორმები არსებობს და ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს რაც შენ გიწერია, არასაც შენ მეუბნები.
მეც მომესადაგება და ყველა ადამიანი შენ ხატავ დაცემული ადამიანის პორტრეტს. ძალიან კარგი, ხო, მე ხედავ ამას შენში. მადლობა. მაგრამ შენი პირადი პორტრეტი სად არის? თუ შენ არაფერით არ განსხვავდები ჩემგან, იმისგან, ამისგან. კი, გარკვეულწილად ბუნება საერთო გვაქვს, მაგრამ შენი პიროვნული სწრაფვა ქრისტესთან სად არის? მე მის თქმა მინდა რომ თავარი ცოდვა რა არის? თავარი ცოდვა ის არის რომ თქვა მე რაღაც ესა თუ ის გულის სიტყვა და ვნება მაქვს თუ რაღაცა თუ ან სულ მოკლეობამ თქვა და იქ ხაჭაპური მოვტეხე მარხვაში და იქ მოკლედ იქ განვიკითხე და იქ გავღიზიანდი ეს ყველაფერი ცუდია და უნდა აღიარო კიდევაც თქვა მაგრამ თავარი ეს არის თუ ის რომ ქრისტეს როგორ ვეძებ საერთოდ ვეძებ თუ არა ქრისტეს თუ ვახერხებ იმას რომ ჩემ არსებაში აი მართლა გული ამოვიყო და ქრისტეს ძიებაში დავიხარჯო და აღმოვაჩინო რომ ესე იგი ისეთი ბარიერია ჩემი დაცემული ბუნებით გაკეთებული ჩემსა და ქრისტეს შორის რომ ფაქტიურად საერთოდ ღმერთთან ერთობას ვერ ვახერხებ და ჯოჯოხეთში ვიმყოფები ჯოჯოხეთში ვარ არა მაქვს ერთობა ქრისტესთან და ვცდილობ და არ გამომდის სად ჩანს ჩემი სწრაფა ქრისტესაკენ განა ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის რომ ღმერთისაკენ ისი არ ვისწრაფე როგორც უნდა ვისწრაფოდე იმ და თუ ვისწრაფი ღმერთისაკენ როგორც უნდა ვისწრაფოდე დამერწმუნეთ რომ აი ამ ყველაფერი გვერდზე დაგრჩება თავარი გეტკინება რომ ესე არ გამოდის არაფერი აი რა ცოდვილიც ვიყავით და რა ნაგავიც ისე ვისავარ და ამ ჯოჯოხეთური განცდა მაქვს რომ ცარიელი ვარ გულში ქვა მაქვს და თუ რა მაქვს რამე მაქვს ხოლოდ სიბილწე არაწმინდება ცოდვა და აი ყველაფერი ესა მაქვს და ეს დამარცხებები ღმერთის ძიებაში და ღმერთთან ურთიერთობის საქმეში აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს და რაც შეეხება ლოცვა არის აი ამ ყველაფრის განწყობის შესაქმნელად რომ ლოცვა მეხმარება მე რომ ღმერთს ვევედრები რომ ამ ლოცვაში რომ დამეხმაროს უფალი რომ აი ეს ყველაფერი დავინახოთ ჩემში და აღსარება არ იყოს კიდევ ვიმეორებ უბრალოდ ფორმალიზმი და არ იყოს საშვი დიდ საიდუმლოებასთან დასაშვებად არამედ ეს იყოს სინანული და არასაშვი ამაზე უნდა ვიფიქროთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თუ ყველაფერი არ გაცოცხლდა ჩვენში თუ ამ ფორმალიზმიდან არ ამოვედი და ყველგან და ყველაფერს ცოცხალი ქრისტე არ ექნა ჩვენ ქრისტიანობას უბრალოდ ფასი არ აქვს იმიტომ რომ რელიგიური წესების შესრულება გარეგნული ასკეზა ქრისტესთან ერთობის გარეშე ხო წესებიც აუცილებელია ასკეზაც აუცილებელია ყველაფერი ეს აუცილებელია მაგრამ თუ ის სიცოცხლე არ არის ქრისტეს მიერ მოცემული მაშინ ესეთი ღვაწლი თავდაჯერებულობას ამკვიდრებს ადამიანში აქედან კიდე ერთი ნაბიჯია ხიბლისაკენ რასაც წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი გვასწავლის ქრისტემ დაგვიფაროს ამისაგან დღეს ჩვენი შეხვედრა ამით დასრულდა და უფალი შეგვეციოს რომ სწორად